ცვლილება ხორციელდება მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომლის მთავარი მიზანი და მთავარი ფუნქცია ეს არის, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი მედია გარემო, სადაც ადამიანის უფლებები იქნება მაქსიმალურად დაცული და მაუწყებელსაც მოუწევს მათ შორის მტკიცება იმისა, რომ ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა რამდენად იყო პროპორციული, რათვის რეგულირებაში იყო გადმოდის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განსახილველ საკითხებად, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხისმგებლობა გაყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის მიხედვითაც ახალი ამბები უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებული, უნდა გაავრცელდეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად. კვლავ რა თქმა უნდა რჩება, რომ თითოეულ ადამიანს, რომელზედაც არასწორი ინფორმაცია გავრცელდება, მას ექნება შესაძლებლობა, რომ ანალოგიური დროით ანალოგიურ ფორმატით ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მიმართოს კომუნიკაციებს, შემდეგ დაევალოს მაუწყებელს და მაუწყებელი ვალდებული იქნება, რომ აღნიშნული არასწორი ფაქტის შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. რაც შეეხება საავტორო პროგრამებს, საავტორო პროგრამებშიც ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება. აქტთან ერთად, რასაც მაუწყებელი გამოსცემს, არის თუ არა რაიმე კუთხით სადამსჯელო ღონისძიება თუ თქვათ როგორ უნდა უზრუნველყოთ რეაგირება ამასთან მიმართებაში. გათვალისწინებულია თუ არა სადამსჯელო ღონისძიებები. პირველ რიგში თავმჯდომარე სადამსჯელო ღონისძიებებს არ უწოდებდი ამას, იმიტომ რომ ეს არის შესაბამისი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები, რა ვქნათ. ჩემი პროფესია მავალდებულებს, რომ სამართლებრივი სიზუსტე დავიცვა ხოლმე. არის გაფრთხილება, შემდეგ არის ჯარიმა, შემდეგ უკვე საბოლოო ჯამში ეს არის ავტორიზაციის შეჩერებაც კი. ჩვენი ცვლილებები გაზეთებს არ ეხება და მათ შორის არ ეხება ონლაინ მედიასაც. ჩვენ შეგვიძლია რომ დამატებით კიდევ გავაგრძელოთ მუშაობა ამ საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით. ქართულ ოცნებას აქვს ძალიან ესეთი მიზანმიმართული პოლიტიკა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მაუწყებლები თავად ლიკვიდირდნენ ან დარჩეს მხოლოდ ისეთი ტიპის შინაარსი, რომელიც იქნება მხოლოდ მათი კონტროლის ქვეშ. აი სულ ეხლა ჩვენს მაყურებელს ვხედავთ და ვეწუწუნებით, რას გვიშვება ეს ქართული ოცნება. იმიტომ რომ ქართულ ოცნებას უნდა რომ ამით ვიყოთ დაკავებული, რომ ჩვენ ვისხდეთ და ვლაპარაკობდეთ, აი რას გვიშვება ეს ქართული ოცნება და იმის გამო რომ არ ვილაპარაკოთ იმაზე, რას უშვება ქართული ოცნება მათ. ამიტომ მე აზრს ვეღარ ვხედავ. ერთადერთ აზრს ვხედავ, რა ძალების დაგვრჩენია, ერთმანეთს შევეშვალოთ და ერთმანეთის საჭიროებზე ვილაპარაკოთ, მეტად გავამახვილოთ ყურადღება. ბორჯომის ტელევიზია დაიხურა ამ კანონის გამო. ბორჯომის ტელევიზიის ჟურნალისტებმა თქვეს, რომ ჩვენ ამ სახელით არ ვიმუშავებთ, იმიტომ რომ მაშინ მე პატრონო გადაწყვიტა დარეგისტრირებული. არც ერთი მედია არ დარეგისტრირებულა რესში, იმიტომ რომ აბსოლუტურად მართალია, ჟურნალისტები თავის შესახებ ტყუილს ვერ იტყოდნენ, რომ ეხლა ვიღაცის ინტერესებს ვატარებთ, როცა არასოდეს არ გაუტარებიათ არავის ინტერესი გარდა საკუთარი ქვეყნის ინტერესისა. და ამის გამო დაიხურა უკვე ერთი არხი. ოღონდ ქართული ოცნება არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც შემოიჭრება და დაგხურავს, იმიტომ რომ მას აქვს ეს 7 ნოემბრის კომპლექსი და არ უნდა ხანდახან ცდილობს, რომ თლად ესე პირდაპირ არ გავდეს ნაციონალურ მოძრაობას, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ბოლომდე აწარმოებს ნაციონალურ მოძრაობის მიერ წარმოებულ პოლიტიკას და თავიდან ბოლომდე დგავს ამ სისტემაზე. მას უნდა რომ შენ თვითონ მოიგუდო, ან მოთვენიარდე. ორი არჩევანი გაქვს. ძალიან ბევრი არის დამოკიდებული რეალურად შიგნით საზოგადოებაზე. იმიტომ რომ რეალურად რეგიონული ტელევიზიების შემოსავალი იყო ადამიანებისგან გადახდილი ფული, ადგილობრივისგან გადახდილი ფული რაღაც მაგალითად განცხადებებში. თავისუფალი მედიის ქარიშე საზოგადოებას ქონია გამოცდილებები საქართველოში, ნუ შეიძლება ეს არ იყოს ჯენზი თაობაზე, რომელსაც აბსოლუტურად სხვა ტიპის გარემო ქონია აქამდე, მაგრამ ჩემი თაობის ადამიანებს და ჩემზე უფროსებს ნამდვილად ახსოვს ახლა ტოტალიტარიზმის დროს რა და როგორ ხდებოდა. რომელიმე ჟურნალისტური პროდუქტი ახსოვთ კომუნისტების დროიდან, რომელმაც სიმართლე მოუყვათ. აი ასეთი ტიპის სისტემის შექმნა უნდათ, შეუძლიათ აი თვითონ რო იგონებდნენ ლეგენდებს და რაღაცა მითებს და ასევე სიმართლეებს, თქვათ ჩრდილო კორეასთან დაკავშირებით და ასევე ჩინეთთან დაკავშირებით, ასევე რუსეთთან დაკავშირებით, ესეთი თუ კი რამე გაუგიეთ, რომ სადაც დემოკრატია არ არის, როგორი ტიპის სიმართლეები იქმნება, დაახლოებით ეგეთი რამ ექნებათ მათ.